الله أكبر الله أكبر لا إله إلا الله والحمد لله ولا حول ولا قوة إلا بالله دعاء رحمة شارئي يا هزائيا يا هدار يا رب ირანში ამ წუთებში ქუჩები 10,000-ობით ადამიანმა გაავსო, რომლებიც მოვიდნენ, რომ დაემშვიდობონ თავიანთ უმაღლეს ლიდერს. ხოლო 4 თვის შემდეგ მისი გარდაცვალებიდან ირანში დაიწყო ყოფილი უმაღლესი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის დამშვიდობების გვირეული. ის დაიღუპა აშეჩეშსა და ისრაელის ომის პირველივე დღეს ირანის წინააღმდეგ, 86 წლის ასაკში. საინტერესოა, რომ ალი მაჩტაბა ხამენეის ვაჟი, რომელიც ახლა ირანის ფაქტობრივი უმაღლესი ლიდერია, არც კი გამოჩენილა საჯაროდ, თუნდაც საკუთარი მამის გამოსათხოვებლად. ამან კიდევ უფრო მეტი კითხვა გააჩინა იმის შესახებ, საერთოდ ცოცხალია თუ არა ახალი რაკბარი. ფეირანის რეჟიმისთვის მიმდინარე გამოსათხოვარი ცერემონია კრიტიკულად მნიშვნელოვანი მრავალდღიანი წარმოდგენაა, რომელიც უნდა აჩვენოს მთელ მსოფლიოს, რომ მათ შეძლეს გამკლავება. რომ ისლამური რესპუბლიკის იდეები მაინც ძლიერია და რომ უბრალო ხალხს კვლავ უყვარს თავისი ხელისუფლება. თუმცა რა თქმა უნდა შეიძლება ვივარაუდოთ, რომ შორს არ ყველა გულწრფელად ტირის ხამენეის გამოსათხოვარს. ამ გამოშვებაში მოდით ერთად განვიხილოთ, რა ხდება ახლა ირანში, როგორ მიმდინარეობს გამოსათხოვარი ალი ხამენეისთან, რა იქნება შემდეგ და ვის ხელშია ახლა სინამდვილეში ქვეყნის ხელისუფლება. სინამდვილეში მაჩტაბუ ხამენეი მამის გარდაცვალების შემდეგ ჯერაც არავის უნახავს და არც გაუგონია. ჩემი სახელია ალექსეი პეჩი. მოდით ერთად განვიხილოთ ეს თემა. მაგრამ სანამ დავიწყებთ, გთხოვთ, გამოიწერეთ არხი, დაალაიქეთ ეს გამოშვება და არ დაგავიწყდეთ კომენტარის დაწერა ამ ვიდეოს ქვეშ. ამისთვის ძალიან მადლიერი ვიქნები. მაშასე, ირანის აიათოლა ალი ხამენეი დაიღუპა. მის რეზიდენციაში, ფეირანში, ირანის ხელისუფლება გამოსამშვიდობელი ცერემონია 4 თვეზე მეტ ხანს გადადო დაწყებული სამხედრო მოკრებებისა და მასობრივი თავშეყრისას, ახალი საჰაერო დაბების რისკის გამო, ასევე გლოვის პროცესში მოხდარი სასიკვდილო წმენდის საშიშროების გამო. სხვათა შორის, სწორედ ასე მოხდა 1999 წელს ირანის პირველი უმაღლესი ლიდერის აიათოლა რუჰოლა ხომეინის დაკრძალვაზე, რომლის დროსაც სრული ქაოსი უპევდა. نیز این پرچم ها رو بلند کنید یک صدا الله اکبر ასე რომ ირანელი აიათოლა ალი ხამეინი დაიღუპა ჯერ კიდევ ამ წლის 28 თებერვალს ისრაელის ავიადართმის შედეგად მის რეზიდენციაში თეირანში. გამოსამშვიდობებელი ცერემონია ირანის ხელისუფლებამ 4 თვეზე მეტ ხანს გადადო. დაწყებული სამხედრო მოქმედებებისა და ახალი საჰაერო დარტყმების რისკის გამო. მასობრივი ხალხის შეკრებისას, ასევე გლოვის პროცესიის დროს სასიკვდილო ჭყლეტის საფრთხის გამო. სწორედ ასე მოხდა. ქაოსი და არეულობა იყო, რადგან მასთან გამოსათხოვებლად ერთდროულად 3 მილიონი ადამიანი მივიდა. და ერთ მომენტში ხომეინის ცხედარი მორწმუნეების ზეწოლის ქვეშ უბრალოდ ამოვარდა მყიფე ხის კუბოდან და მასზე გაგიჟებული ბრბო დაესხა თავს. და მაშინ ჯარისკაცებს ხალხის გასაფანტად სროლა მოუწიათ, რამაც მრავალი ადამიანის სიკვდილი გამოიწვია. შედეგად უმაღლეს ლიდერთან გამომშვიდობებამ მრავალი ადამიანის სიკვდილი გამოიწვია. შედეგად უმაღლეს ლიდერთან გამომშვიდობებამ მუსიკამდე მიიყვანა. მსგავსი ჭყლეტა მოხდა 2020 წელსაც ისლამური რევოლუციის გვარდიის ყოფილი მაღალი თანამდებობის პირის ქასემ სულეიმანის დაკრძალვაზე, როდესაც კვლავ 10-ობით ადამიანი დაიღუპა. ამჯერად ირანში სამგლოვიარო ღონისძიება დაგეგმილია 1 კვირის განმავლობაში, 3 ივლისიდან 9 ივლისამდე, რამდენიმე ქალაქში ერთდროულად. თუმცა მთავარი გამომშვიდობების ცერემონია სწორედ 4 ივლისს დაიწყო და ეს შემთხვევითი არ არის. მოსალოდნელია, რომ ამ ღონისძიებებს 18-დან 35 მილიონამდე ადამიანი დაესწრება. ამასთან ნაკლებად სავარაუდოა, რომ მუსიკალურ ღონისძიებებს 18-დან 35 მილიონამდე ადამიანი დაესწრება. ეს საკუთარი ნებით გააკეთებენ და არა სასულიერო პირებისა და სპეცსამსახურების ზეწოლით. მოდით ვიყოთ ამაში გულწრფელები.
ნაკლებად სავარაუდოა, რომ მილიონობით ირანელი ასე აღმერთებდეს ალი ხამენეის, რომ მის დაკრძალვაზე წავიდეს და ღიად იდიროს. და სხვათა შორის ალი ხამენეისთან ერთად მარხავენ მისი ოჯახის კიდევ 4 წევრს, რომლებიც ასევე დაიღუპნენ 28 თებერვლის საჰაერო თავდასხმის დროს. ეს არის მისი ქალიშვილი, სიძე, რძალი და შვილიშვილი. ალი ხამენეისთან გამომშვიდობების ცერემონიები თეირანში იმამ ხამენეის სახელობის მეჩეთში დაიწყო. თუ გაინტერესებთ, ეს არის ირანის ისლამური რესპუბლიკის წინამორბედის, უпростоრად დამფუძნებლის აიათოლა რუჰოლა ხომეინის სახელი. მანამდე იყო იმამი ხომეინი. და სწორედ ამ კომპლექსის მთელი ისტორია და არსი, სადაც ალი ხამენეისთან გამომშვიდობა მიმდინარეობს, პირდაპირ არის დაკავშირებული ქვეყანაში 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ მომხდარ ყველა პოლიტიკურ და რელიგიურ ცვლილებასთან. 4 და 5 ივლისს ირანის მოსახლეობა აქ მოდის ალი ხამენეის კუბოსთან. შემდეგ 6 ივლისს თეირანში ცენტრალურ ქუჩებზე მთავარი სამგლოვიარო მსვლელობა გაიმართება. 7 ივლისს ანალოგიური მსვლელობა გაიმართება წმინდა შიიტურ ქალაქ ქუმში. 8 ივლისს დაგეგმილია ცხედრის გადაყვანა მეზობელ ერაყში, რადგან იქაც ბევრი შიიტია. და ბოლოს ხამენეის დაკრძალვას უკვე 9 ივლისს გეგმავენ. საინტერესოა, რომ მთელ ქვეყანაში, მთელ ირანში ეხლა გამოფენილია უზარმაზარი პროპაგანდისტული ბანერები. პროპაგანდისტული ბანერები, პლაკატები, გარდაცვლილი ალი ხამენეის და მისი შვილისა და ქვეყნის უზენაესი ლიდერის მემკვიდრის მაჯტაბა ხამენეის პორტრეტებით. აი ესე სურათების გარდა მაჯტაბა ხამენეის საზოგადოებაში ჯერაც არავის უნახავს. მიუხედავად იმისა, რომ მარტში ის აირჩიეს ახალ რაჰბარად, ჯერ კიდევ გაურკვეველია გამოა თუ არა ის საჯაროდ რომელიმე სანგლოვიარო ღონისძიებაზე. მისი დანიშვნის შემდეგ არ გამოჩენილა არანაირი კადრი, ვიდეო ან ჩანაწერი მასთან ერთად, არც კი ახალი ფოტოები. იყო მხოლოდ მისი წერილობითი განცხადებები, რომლებიც სახელმწიფო ტელევიზიაში ეთერში კითხულობდნენ. ამიტომაც არსებობს კითხვა, ნამდვილად თვითონ დაწერა თუ არა ეს ტექსტები. მისი სიმამრი მაჯტაბა ხამენეის სიმამრი ამტკიცებს, რომ სიძესთან კავშირი არ აქვს და არ ფლობს ინფორმაციას მის მდგომარეობაზე. მაჯტაბა ხამენეი სხვათა შორის არ ყოფილა საკუთარი ცოლის დაკრძალვაზეც კი, რომელიც 2 ივლისს გაიმართა. მისი ცოლი კი იმავე ავიადარტყმის შედეგად დაიღუპა, რომელმაც მისი მამაც იმსხვერპლა. ამიტომ ბევრ ადამიანს, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო მწვავედ გაუჩნდა კითხვა: ნამდვილად ცოცხალია მაჯტაბა ხამენა, ან იქნებ ისიც დიდი ხანია აღარ არის ცოცხალი და ქვეყანას ვიღაცა სხვა მართავს. ეხლა კი ექსპერტები და დამკვირვებლები პირდაპირ ამბობენ: თუ 9 ივლისსაც კი, როცა ალი ხამენეის დაკრძალვა გაიმართება და მისი სხეული ერაყიდან დაბრუნდება, თუ მაშინაც კი მაჯტაბა ხამენეი საჯაროდ არ გამოჩნდება, ეს ნიშნავს, რომ აქ რაღაც აშკარად არ არის სუფთა და შესაძლოა მაჯტაბა ხამენეი ჩვენთან უკვე დიდი ხანი აღარ არის. ირანმა ხამენეის გამოსათხოვარი თარიღი შემთხვევით არ აირჩია. სწორედ 4 ივლისს, როცა ამერიკის შეერთებული შტატები დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. გლოვის ოფიციალურად დამტკიცებული ემბლემა წარმოადგენს ალი ხამენეის შეკრულ მუშტს და ლოზუნგს. ჩვენ უნდა ავდგეთ. ხამენეი ხელმძღვანელობდა სისტემას, რომელიც ნებისმიერ განსხვავებულ აზრს ერესად და გარეძალების შეთქმულებად არ იქონდა და მას სასტიკად ახშობდა. 2009 წლის საპროტესტო მწვანე მოძრაობიდან ან 2022 წლის მანიფესტაციიდან ლოზუნგით „ქალი, სიცოცხლე, თავისუფლება დაწყებული“ ნახევარი წლის წინ მთელ ირანს მოედო მილიონობით ადამიანის ანტისამთავრობო გამოსვლების ტალღა, რომელთაც აიათოლას რეჟიმის უსასრულოდ ხანგრძლივი და სასტიკი მმართველობის დასრულება მოითხოვეს. როგორც იცით, ეს გამოსვლები ათასობით ადამიანის სიკვდილს მოჰყვა და სულ რამდენიმე დღეში აგორდა. ეს ყველაფერი აშშ-სა და ისრაელის ომის დაწყებამდე მოხდა და სულ რამდენიმე კვირით ადრე ყოფილი რაჰბარის გარდაცვალებამდე. ამიტომ პირადად მე საერთოდ არ მჯერა, რომ ამდენი ირანელი მართლაც ნებაყოფლობით გამოდის ქუჩაში, რათა დაემშვიდობოს ხამენეის, თანაც ასე დემონსტრაციულად. სხვათა შორის დღეს დონალდ ტრამპმა დაწერა, რომ ძალიან გაკვირვებული იყო, გულწრფელად გაკვირვებული იმით, რომ ირანელები პირდაპირ ტირიან ხამენეის გაცილებისას, რადგან ეგონა, რომ ირანელები მას სძულდათ. არსებობს უამრავი მტკიცებულება იმისა, რომ მილიონობით ირანელს მართლაც სძულს გარდაცვლილი ალი ხამენეი და მის მიერ შექმნილი დესპოტური თეოკრატიული რეჟიმი. და ისინი ღრმად იმედგაცრუებულნი არიან ყველაფრით, რაშიც საბოლოოდ მან ქვეყანა ჩააკენა. თითქმის 37 წელი, რომელიც რაჰბარის პოსტზე ხამენიმ გაატარა,
ეს არის უწყვეტი ისტორია. ათობით ათასი მკვლელობა, სასტიკი და უმკაცრესი რეპრესიები, დაბომბვები, საბაზისო უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევა, გაყალბებული ბრალდებები და სასამართლო განაჩენები, წამება და ფაქტობრივად დისიდენტების ფიზიკური განადგურება. და რა დისიდენტები? როცა ყველა ვინც როგორმე ხამენეის წინააღმდეგი იყო, მაშინვე ფიზიკურად აანადგურებდნენ. ასევე ეს არის მოსახლეობის ტოტალური გაღატაკების, ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის დაშლის, ყოვლის მომცველი კორუფციისა და სამხედრო და ძალოვანი სტრუქტურების კონტროლის გაძლიერების ისტორია ირანის ეროვნული სიმდიდრის მნიშვნელოვან ნაწილზე. უბრალოდ სიტყვებით რო ვთქვათ, ვისაც ხელში იარაღი ეჭირა, მანვე ჩაიგდო ხელში ქვეყნის მთელი სიმდიდრე. როდესაც თებერვალში ალი ხამენეის სიკვდილის შესახებ გახდა ცნობილი, ზოგიერთმა ირანელმა ღიად იზეიმა ეს მოვლენა, რითაც საკუთარ თავს დიდ საფრთხეში აგდებდა. ალი ხამენეის საგარეო პოლიტიკის დოქტრინა 10 წლეულების განმავლობაში ეფუძნებოდა უკომპრომისო ანტიდასალურ კურსს, პან-ისლამიზმს და ირანის რეგიონალურ დომინირებაზე მისწრაფებას. თუ ოდესმე გსმენიათ ისეთ მოძრაობებზე, როგორიცაა ჰამასი, ჰეზბოლა, იემენის ჰუსიტები ან წინააღმდეგობის ღერძი ერაყში, იცოდეთ, ეს ყველაფერი გარდაცვლილი ალი ხამენეის ხელწერაა. ყველა აღნიშნული პროქსი ძალის შექმნა და დაფინანსება რეგიონში გახდა ხამენეის მთავარი გეოპოლიტიკური მიღწევა. ირანმა გამოიყენა პროქსი ომების სტრატეგია, მათ შორის ერთგული შეიარაღებული დაჯგუფებების ქსელის განთავსებით, რათა ებრძოლა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ისრაელთან უშუალო ჩარევის გარეშე. და მრავალი წლის განმავლობაში ირანი მაგალითად იბრძოდა ისრაელთან, მაგრამ თავად ომში არ ერთვებოდა და მის ტერიტორიაზე საფასუხო დარტყმებს არ იღებდა, მიუხედავად იმისა, რომ ყველას კარგად ესმოდა, ომს სწორედ ირანი აწარმოებდა. და სწორედ ხამენეიმ ააგო ასეთი პროქსი, ომის სისტემა, სადაც ყველა მიცის, რომ ომს ის აწარმოებს, მაგრამ მასზე თავდასხმა შეუძლებელია. ეგრეთ წოდებული წინააღმდეგობის ღერძის თითოეულ ჯგუფს ირანის ომის საკუთარი გეოგრაფია ჰქონდა. შიიტური რადიკალური დაჯგუფება ჰიზბალა არის ღერძის საკვანძო და ყველაზე ძლიერი ელემენტი, რომელიც ლიბანშია დაფუძნებული და ირანის მხარდაჭერით შეიქმნა. აი ისინი ლიბანის ტერიტორიიდან იბრძვიან ისრაელის წინააღმდეგ, იემენელი ჰუსიტები და თუ ზუსტად ვიტყვით მაშინ. დაჯგუფება ანსარ ალლა არის რადიკალური ისლამისტური მოძრაობა, რომელიც ირანული უპილოტო აპარატებითა და ბალისტიკური რაკეტებით მარაგდებოდა ისრაელზე თავდასხმისთვის, საუდის არაბეთის დესტაბილიზაციისა და წითელ ზღვაში საზღვაო მიმოსვლის ბლოკადისთვის. ის ბაბ-ელ-მანდების სრუტე და მისი ბლოკირება ანსარ ალლას ხელსაქმეა. პალესტინელი რადიკალები ან ტერორისტული დაჯგუფებები, ჰამასი, ისლამური ჯიჰადი და ასე შემდეგ, იბრძოდნენ ღაზის სექტორში, კვლავაც ისრაელზე თავდასხმით. და ის სად არის პარადოქსი? მიუხედავად იმისა, რომ ჰამასის სინამდვილეში სუნიტებია და არა შიიტები, ეს ძალები მასიურ ფინანსურ და სამხედრო დახმარებას იღებდნენ თეირანისგან. ანუ აქ ხამენეის საერთოდ არ იყო პრინციპული საკითხი, მთავარი იყო ომის გაგრძელება. ანუ ნახეთ სად არის პარადოქსი. ერთი მხრივ იემენელი ჰუსიტები ანსარ ალლა არეულობას აწყობდნენ საუდის არაბეთში სუნიტების წინააღმდეგ და ირანი მათ მხარს უჭერდა. და ამავე დროს ჰამასიც სუნიტები არიან, მაგრამ მათაც ირანი აფინანსებდა, რომ ისრაელთან ეომათ. ბაშარ ასადის ყოფილი რეჟიმიც სირიაში ასევე იღებდა მხარდაჭერას ხამენეისგან. ერაყის მთავრობაში შემავალი ან ნახევრად პარტიზანული შიიტური დაჯგუფებები. და აქ მათ შორის მისცეს ირანს საშუალება შეექმნა ასეთი უწყვეტი სახმელეთო კორიდორი ხმელთაშუა ზღვამდე. საერთოდ როგორც მიხვდით, ალი ხამენეის გეოპოლიტიკური სტრატეგია იმაში მდგომარეობდა, რომ შეექმნა რამდენიმე დაჯგუფება მთელ რეგიონში. მიეწოდებინა მათთვის იარაღი, დაეფინანსებინა და დაეჭირა მხარი. და არა თავად ებრძოლა, არამედ მათი ხელებით ებრძოლა ირანის მოწინააღმდეგეებს. და რა თქმა უნდა, ბირთვული პროგრამა. ალი ხამენეიმ ქვეყნის ბირთვული პროგრამა წარმოაჩინა როგორც ირანის სუვერენიტეტისა და ტექნოლოგიური დამოუკიდებლობის სიმბოლო დასავლეთისგან. თუმცა შეგახსენებთ, რომ დასავლეთი ისლამური რევოლუციისამდე საკმაოდ ეხმარებოდა ირანს. 2000-იანი წლების დასაწყისში მან გამოსცა ცნობილი ფეთვა. ეს არის რელიგიური ბრძანება, რომელიც კრძალავს ბირთვული იარაღის შექმნასა და გამოყენებას, როგორც ისლამთან შეუსაბამოს. ეს ფეთვა აქტიურად გამოიყენებოდა დიპლომატების მიერ, როგორც ირანის მშვიდობიანი ბირთვული პროგრამის მტკიცებულება. და ირანელი დიპლომატები ყოველთვის ამბობდნენ, რომ
ლედეჰიმ ფეტვა ჩვენი აიათოლასგან, რომელიც რელიგიური მოსაზრებებით გვიგრძალავს ბირთვული იარაღის შექმნას. ამიტომაც ჩვენ არც ვაპირებთ მის შექმნას. თუმცა სუნიტების მხარდაჭერის მაგალითზე ღაზის სექტორიდან უკვე ვიცით, რომ ხამენეის სუპერ პრინციპული რელიგიური თვალსაზრისით ვერ უწოდებთ. იმავდროულად ხამენეი ამტკიცებდა არსებული ურანის მარაგების გამდიდრების დონის მუდმივ ზრდას ბირთვული იარაღის შექმნის ზღვრამდე. მისი მიზანი იყო ირანს მიეღწია იმ მდგომარეობისთვის, როცა ქვეყანა შეძლებდა ატომური ბომბის აწყობას რამდენიმე კვირაში და როგორც ამბობენ, ფეხზე დაეკიდებინა ის ფეტვა. და ისევ მანიპულაცია იმაში მდგომარეობდა, რომ ხამენეი სურდა მieყვანა საქმე იქამდე, რომ თუ საფრთხე დადგებოდა, ერთი ხელის მოსმით ატომური ბომბი გამოჩნდებოდა, მაგრამ საფრთხის დადგომამდე თითქოს ეს ბომბი არ არსებობს და ფეტვაც თითქოს არ ირღვევა. სხვათა შორის მისი გარდაცვალების შემდეგ 2026 წლის თებერვალში სწორედ ამ ფეტვის ლეგიტიმურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა, რამაც ბირთვული დოქტრინის გადახედვის თაობაზე მწვავე დისკუსია გამოიწვია. და ირანული მედია უკვე ამზადებს ირანულ საზოგადოებას, აცხადებენ, რომ მხოლოდ ბირთვული იარაღის ფლობა დაეხმარება ქვეყანას აშშ-სგან დაცვაში. და ამაში არანაირი ცოდვა არ იქნება, რადგან წმინდა ფეტვა გამოსცა ალი ხამენეიმ, ხოლო რადგან ალი ხამენეი გარდაიცვალა, ფეტვაც მასთან ერთად მოხდა. ალი ხამენეისთვის ამერიკის შეერთებული შტატები ყოველთვის, როგორც თავად ამბობდა, დიდი სატანა და ისლამური რესპუბლიკის მთავარი ეგზისტენციალური მტერი იყო. შესაძლოა სხვათა შორის ის გულწრფელადაც კი ჯეროდა, რომ ვაშინგტონის საბოლოო მიზანი არა თეირანის შიდა და საგარეო პოლიტიკის შეცვლა, არამედ ისლამური წყობის სრული განადგურება და მისი რეჟიმის ლიკვიდაცია იყო. მაგალითად, ის ხშირად მოჰყავდა მუამარ კადაფი, რომელმაც დასავლეთის ზეწოლის ქვეშ ბირთვულ პროგრამაზე უარი თქვა და საბოლოოდ დაამხეს და მოკლეს. ხამენეი ამბობდა, რომ თუ ჩვენაც უარს ვიტყვით ჩვენს ბირთვულ პროგრამაზე, ზუსტად იგივე ბედი გველის და საბოლოოდ დაამხეს და მოკლეს. ხამენეი ამბობდა, რომ თუ ჩვენ უარს ვიტყვით ჩვენს ბირთვულ პროგრამაზე, ზუსტად იგივე ბედი გველის. 2015 წელს ხამენეიმ უხალისოდ დაამტკიცა ბირთვული შეთანხმება სუეპედესთან. თუმცა მას შემდეგ, რაც შეერთებული შტატები 2018 წელს შეთანხმებიდან გამოვიდა, ხამენეიმ უკიდურესად მკაცრი პოზიცია დაიკავა. აკრძალა ვაშინგტონთან პირდაპირ მოლაპარაკებები და სანქციების ნებისმიერ ზეწოლაზე ესკალაციით პასუხობდა. ისრაელი ალი ხამენეის რიტორიკაში მხოლოდ პატარა სატანად მოიხსენიებოდა. ანუ როგორც მიხვდით, არსებობს დიდი სატანა, შეერთებული შტატები ამერიკა და მცირე სატანა, ეს არის ისრაელი. ისრაელის არსებობის უფლების უარყოფა ირანის საგარეო პოლიტიკის საფუძველი გახდა, რომელიც სრულად უარყოფდა ორი სახელმწიფოს კონცეფციას, ორი ხალხისთვის, ანუ პალესტინისა და ისრაელისთვის. ხამენეი რეგულარულად ავრცელებდა ანტისემიტურ ნარატივებს, მხარს უჭერდა ჰოლოკოსტის უარყოფას და აცხადებდა, რომ მსოფლიო პოლიტიკა და ეკონომიკა თითქოს და ებრაელი შეთქმულების საიდუმლო კონტროლის ქვეშ იმყოფება. მაგრამ როგორც გვახსოვს, მისი ბრძოლა ისრაელთან უცხო ხელებით მიმდინარეობდა, არა საკუთარი ძალებით, არამედ თავად წინააღმდეგობის ღერძით. მაგრამ საბოლოოდ ეს გადაიზარდა პირდაპირ სამხედრო დაპირისპირებაში ირანსა და ისრაელს, ასევე აშშ-ს შორის და მისთვის პირადად ეს დასრულდა მკვლელობით. ალი ჰამინაის ისტორია დასრულდა 2020-ის 28 თებერვალს წელი. როდესაც ისრაელის ავიაბომბა პირდაპირ მოხვდა მის რეზიდენციას და იქვე დაასაფლავა იგი თავისივე ნათესავებთან ერთად. და აი ეს ეპოქა ალი ჰამინაის ბრძოლისა ყველას წინააღმდეგ, მოდი ეს ყველას წინააღმდეგ ბრჭყალებში ავიღოთ, დასრულდა. რა მოხდება შემდეგ ირანთან დაკავშირებით, ეს ღია კითხვა, რადგან მასშტაბა ჰამინაი, მისი შვილი და მემკვიდრე საერთოდ უცნობია ცოცხალია თუ არა, სად არის, რა ხდება მასთან. რადგან ის არ გამოჩენილა არც საკუთარი ცოლის გამოსათხოვარ ცერემონიაზე, არც საკუთარი მამის გამოსათხოვარ ცერემონიაზე. მას არავინ უნახავს, არავის გაუგონია მისი ხმა. არც ერთი ახალი ფოტო არ არსებობს მადაბა ჰამინაისთან ერთად. არსებობს მხოლოდ წერილობითი განცხადებები, რომლებიც თითქოს მადაბა ჰამინაის მიერ არის დაწერილი. ამიტომ არსებობს ალბათობა, რომ შესაძლოა ქვეყანაში ხელისუფლება დიდი ხნის წინ საბოლოოდ აიღეს ხელში ისლამური რევოლუციის გვარდიის მებრძოლებმა. ხოლო მოჯდაბა ხამენეი ეს არის ერთგვარი კოლექტიური სახე თითქოს და ლიდერის, ერთგვარი ნიღაბი, რომელზეც შეიძლება დაყრდნობა. ვამბობთ, რომ ჩვენ გვყავს უზენაესი ლიდერი, ამიტომაც ვაგრძელებთ ამ იდეოლოგიას, ისლამური რესპუბლიკის თეოკრატიულ იდეოლოგიას. ფაქტობრივად კი შესაძლოა მადაბა ჰამინაი უკვე დიდი ხანი აღარ არსებობს, მაგრამ უცნობია როგორ დასრულდება ეს ისტორია მადაბა ჰამინაისთან დაკავშირებით. ხოლო ალი ჰამინაის ისტორია სწორედ ახლა სრულდება.
ამ დაკრძალვით. და როგორც მიხვდით, მათ თარიღი უბრალოდ ასე არ აურჩევიათ, რომ ამერიკის პრეზიდენტისთვის ეწყინა თითქოს, აი თქვენ გაქვთ 250 წელი შეერთებულ შტატებში, ხოლო ჩვენ სწორედ პარადოქსს მოვაწყობთ. პარალელურად ისინი ემშვიდობებიან თავიანთ უმაღლეს ლიდერს. აქ წერტილს დავშვამ, თქვენი აზრი, თქვენი დასკვნები დაწერეთ კომენტარებში ამ გამოშვების ქვეშ. გამოიწერეთ ამ YouTube არხზე. ისევ და ისევ მამაკაცი მშვიდად იყო საბჭოთა კავშირში და არ ეშინოდა. ნებისმიერი დონაციის დახმარებით, ბმულებითა და რეკვიზიტებით, რომლებიც მითითებულია ამ ვიდეოს აღწერაში. ადამიანები ამ ადამიანს არ წააგებდნენ. Всем пока.